დღეს აღარავის არ უნდა გამოსული ფეხბურთელი. საქართველოს ჩემპიონატში ძირითადად იყურებიან საბუთებში. ევროტურნირებზე როცა ერთ ეტაპს ვერ გადალახავ, როგორ უნდა თქვა, ჩემპიონატის ხრივ წინსვლა გვაქვს. ფედერაციის ვალდებულება არის და დაავალდებულის საჯები. ერთი თვე სატრენაჟო დარბაზიდან არ გამომიყვანეს. ისეთი ტემპიანი თამაში იყო რა. საერთოდ ბურთი არ ჩერდებოდა. მე ეგეთი არ მინახე არაფერი. აი ამ პრობლემას ვაწყდები და მეც რო ჩამოვედი, წავაწყდი ამ პრობლემას. მოედანზე რო გადიხარ და სიტყვაზე 80-60 წუთს შემდეგ უკვე ფეხბურთის გადაადგილება უჭირს უკვე ფიზიკურ ბაზაზე მიანიშნებს. განსხვავება ხომ უნდა შექმნას ლეგიონერმა. განსხვავება თუ არ შეიქმნა ლეგიონერმა და ადგილობრივს სამი თავით არაჯობა, რა დგინდა ესეთი ლეგიონერი კლუბში. დავბლოკე გოფერი და არ წავედი სათამაშოდ რუსეთში. გამინაწყენდებიან ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივრები. გამარჯობა, მე ნიკა თევდორაძე ვარ და თქვენ უყურებთ ყვითელ ბარათს. შეგახსენებთ, რომ აქ ვსაუბრობთ მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატზე, საქართველოს ჩემპიონატში არსებულ პრობლემებზე და შეძლებისდაგვარად ამ პრობლემების მოგვარების გზებზე. დღეს ჩემი სტუმარია ფეხბურთელი ლევან კუტალია, რომელსაც აქვს საქართველოს ჩემპიონატში თამაშის მრავალწლიანი, ესე ვთქვათ, გამოცდილება. მადლობა სტუმრობისთვის. გამარჯობათ, მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა, რომ დამპატიჟეთ თქვენ გადაცემაში და მოვედი. ქართულ ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ. მადლობა და მიხარია, რომ ფეხბურთელების ჩართულობაც ამ პროცესში იზრდება. მარტივი კითხვით დავიწყებ ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას. ბოლოს თამაშობდი ისრაელში, ჰაპოელ აკოში და გავრცელდა ინფორმაცია, რომ დატოვე კლუბი. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს და თუ სიმართლეა სამომავლო გეგმებზეც, თუ შეგიძლია რო გითხრა ორი სიტყვით. რაც შეეხება ჰაპოელ აკოში ვთამაშობდი ნახევარი სეზონი, გავაფრთხილე ხელშეკრულება. იყო გუნდის 60-ანა ადგილის შენარჩუნება, მე რომ მივედი, გუნდი იბრძოდა ადგილის შენარჩუნებისთვის. მივედი 12 თამაში გავიტანე 4 გოლი, 2 საგოლე გადაცემა და გუნდს დავეხმარე ადგილის შენარჩუნებაში. მორჩა ჩემპიონატი, დამიმთავრდა ხელშეკრულება, როგორც კლუბი თვითონ ჰაპოელ აკრესთან იყო შემოთავაზება, ასევე სხვა კლუბებიდან. მაგრამ გესწორებათ ახლა ყოველას იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ომია, არასტაბილური სიტუაციაა ცოტა, იქიდან გამომდინარე დავტოვე ისრაელი, მაგრამ ესე რომ ვთქვათ, მოლაპარაკებას ვინარჩუნებ და იქიდან გამომდინარე მე ვნახოთ აბა როგორ რა სიტუაციაში ჯერ პირველ რიგში რო ქვეყანაში სიმშვიდე იქნება და იქიდან გამომდინარე მე გადავწყვიტავ რა როგორ იქნება ჩემი სამომავლო გეგმები. ასევე როდესაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, რამდენიმე სპორტულმა გვერდმა დაწერა კომენტარებში აქტიურად ითხოვდნენ თქვენს საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებას. ამასთან დაკავშირებით თუ ყოფილა რამე შემოთავაზება კლუბებთან და თუ განიხილავთ საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებას. რა თქმა უნდა, დაინტერესება არის ქართული კლუბებიდან, რამოდენიმე დამიკავშირდა კიდეც, ესე რომ ვთქვათ, და ჩემთვის მისაღები, ესე რომ ვთქვათ, პირობები თუ იქნა, განვიხილავ რატომაც არა დაბრუნება საქართველოს ჩემპიონატში. ძალიან კარგი. აქვე ამ პასუხის საპასუხოდ, ასე რომ ვთქვათ, გავიხსენებ პოსტს, რომელიც გეწერა როგორც მახსოვს ისრაელში გადასვლამდე, რომ საქართველოს ჩემპიონატში ძირითადად იყურებიან, ასე ვთქვათ, საბუთებში ასაკს უყურებენ, მაგრამ იმას არ უყურებენ, რომ რეალურად მე შემიძლია თამაში, გოლების გატანა და გუნდისთვის, ასე ვთქვათ, ქულების მოპოვება და სარგებლის მოტანა. რა შეიცვალა ამ, ასე ვთქვათ, ბოლო პერიოდში, რატო გაჩნდა ინტერესი, აღარ იყურებიან საბუთებში? ესე რომ ვთქვათ, მოდი დავიწყოთ თავიდან. ადრე მე როცა ახალგაზრდა ვიყავი, სულ გამოსილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კლუბები იყო, ჩემპიონატი სხვათა შორის მაღალ დონეზე იყო, ვიდრე ეხლა გვაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ გამოსილი ფეხბურთელები თამაშობდნენ. ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, კერძოდ მე მაშინ მივიღე გამოცდილება ამ გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად. და
ეხლა სავარაუდოდ ვაწყდებით პრობლემას იმას, რომ დღეს აღარავის არ უნდა გამოსული ფეხბურთელი. იქიდან გამომდინარე, რომ უკვე გადასულები არიან უფრო მესმის ის რომ ახალგაზრდებზე არის მეტი ყურადღება გამახვილებული, მაგრამ ის ახალგაზრდა ხო უნდა გაიზარდოს იმ გამოსულებთან ერთად. ხო და რაღაცა ეგ არ ხდება, ვერ უყურებ იმას, რომ ეს საქართველოში ხდება და აქედან გამომდინარე დავწერე ის პოსტი რაც სიმართლე იყო რა. ხო და ერთის მხრივ თუმცა დაუმტკიცე ყველას რა თქმა უნდა, მე ისეთი პიროვნება ვარ ზოგადად, მე მიყვარს სტადიონზე მინდორზე პასუხის გაცემა ყველას. ამიტომ როცა ადამიანი თამაშობს კარგად, არა აქვს აქვს მნიშვნელობა. მთავარია თამაშობდეს რა. რა თქმა უნდა. აი თუ არ ვწდები 12 ქართულ კლუბში გაქვს ათამაში. ხო, არ დამიტულია მე. ხო, დაახლოებით ზუსტად არც, მაგრამ დაახლოებით 12-13 კლუბია. და როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ასე ვთქვათ, მრავალწლიანი გამოცდილება გაქვს საქართველოს ჩემპიონატში თამაშის და შენც თქვი წეგან რომ ადრე უფრო ასე ვთქვათ მაღალი დონე იყო. ანუ აი თუ შეგიძლია რომ შეაფასო უფრო კონკრეტულად ადრე დაუშვათ რა იყო კარგი და ეხლა ანუ რა განსხვავება, იმიტომ რომ ბევრი პირიქით ფიქრობს რომ აი ბოლო წლებთან შედარებით წელს კიდე უფრო რაღაცა წინსვლა იგრძნობა. აი შენ როგორ უყურებ როგორც ფეხბურთელი ამ ყველაფერს? ინსულაზე რა მოგახსენო ხო, მაგრამ ანუ მაინც გინდა არ გინდა სარკე არის საქართველოს ჩემპიონატის ესე რომ ვთქვათ სარკე ევროტურნირები. ევროტურნირებზე როცა ერთ ეტაპს ვერ გადალახავ, როგორ უნდა თქვა ჩემპიონატის მხრივ წინსვლა გვაქვს. ჩემი აზრით, ჩემი გადმოსახედიდან არ არის წინსვლა. მე სხვანაირად უყურებ, ჩემი აზრია, ვაფიქსირებ იმასაც, რომ ჩემი აზრია იქიდან გამომდინარე, რომ ადრე უკეთეს ჩემპიონატი რატო ქონდა? იქიდან რომ გავდიოდით ჩვენ, აი პირადად ქუთაისის ტორპედოში მე როცა ვთამაშობდი, ვითამაშეთ პლეი-ოფი. ევროპა ლიგის პლეი-ოფი, მაშინ არ იყო, სად იყო კონფერენც ლიგა. აი მაშინ რო ყოფილიყო კონფერენც ლიგა, როგორც ეხლა არის. ჩვენ გაიხნის უკან შევიდოდით. ის ტორპედო, ის ქუთაისის ტორპედო, რომელიც მე ვთამაშობდი, ასევე იყო ზესტაფონი, დინამო თბილისი იყო ძალიან ზესტაფონი. აქედან გამომდინარე იყვნენ ძალიან კარგი გუნდები. და ბევრ შეეძლო ჩვეულებრივად დღევანდელი ფორმატი რო ყოფილიყო, მოხვედრა ჯგუფურ ეტაპზე. აი დღევანდელ კლუბებს კონკრეტულად რომ არ ვთქვა, თან ბევრ როგორც თქვი, ბევრ კლუბში გაქვს ნათამაშები და ვინმეს რომ არ ეწყინოს, აი ზოგადად რო ავიღოთ საქართველოს ჩემპიონატში, აი რა აკლიათ კლუბებს ეს როგორც თქვი, რაღაცა გამოცდილი ფეხბურთელები, ფინანსები, ინფრასტრუქტურა, ლეგიონერები, ახალგაზრდები, არ ვიცი, ყველანაირი მოსაზრება არსებობს. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ აი ფედერაციამ ძალიან მაგარი რაღაცები გააკეთა, ადრე არ იყო ეგეთ მოედნებზე თამაში, მოედნები გააკეთა გაშუქებაც ესე რომ ვთქვათ დაიწყო, გაშუქება არის, უფრო მეტად მგონია რომ აი ფინანსები არის აუცილებელი რა. ფინანსებთან როცა ფინანსურად მყარად არის კლუბი, მან შეიძლება კარგი ხარისხის ლეგიონერი ჩამოიყო. ანუ აი კარგი ლეგიონერის ხარჯზე აი მაგალითად ისრაელში ლეგიონერები ჩამოყავთ, ადგილობრივები, რომელიც კარგ სეზონს ატარებენ, თვალი არ უწევთ გარეთ. იქიდან გამომდინარე, რომ იმას აკმაყოფილებენ და ტოვებენ შიდა ჩემპიონატში. აი მაგალითად ავიღოთ, რომ აი მე გავხდი თბილისის დინამოში ბომბარდირი, საუკეთესო ფეხბურთელი, ხო, და იმ ჩემპიონატში აგრა ვითამაში, ხო? და მე იყო ჩემი წასვლა და დავტოვე დინამო და წავედი ყაზახეთში. ანუ რო ავიღოთ იქაც იქით საუკეთესო ფეხბურთელები არ მიდიან, ანუ რჩებიან, უკეთებენ კლუბები ისეთ შემოთავაზებას, არ უშვებენ, იტოვებენ და აქედან გამომდინარე მე დონეც იწევა რა, ანუ გამორჩეული ფეხბურთელები რო არ მიდიან. შესაბამისად იმ ლეგიონერს კარგს რომ მოიყვან, შესაბამისად დონე იწევა, დონე ქვემოთ არ ჩამოვა. ხო, და აქედან გამომდინარე ეს პრობლემას გონია, რომ გამორჩეული ფეხბურთელები რომ მიდიან სხვაგან, სხვა ჩემპიონატებში,
და ესევე არაკვალიფიციური ლეგიონერები. აი ჩემთან ახსენე მოკლედ ესე თქვა შედარება გააკეთე ისრაელის ჩემპიონატთან და ასევე ისრაელის ჩემპიონში 4 სხვადასხვა კლუბში გაქვს ანუ კარგად იცნობ ესე რომ თქვა ისრაელის ჩემპიონატსაც გარდა ფინანსებისა აი თუ შეგიძლია გააკეთო პატარა შედარება თუნდაც აი საქართველოში ძალიან ბევრი პრობლემაა რომელზეც არ არის ღიად საუბარი მაგალითად თუნდაც ფეხბურთელების მხრიდან აი ელემენტარული ზოგს რაღაცა მაისური არა აქვს ზოგს რაღაცა შესაბამისი დარბაზი არა აქვს ყველა კლუბზე არ არის რა თქმა უნდა ლაპარაკი იმიტომ რომ ბევრი კლუბი ამ მიმართულებით რაღაცა მუშაობს ბევრი რაღაცა გააკეთა კიდევაც ახალი ინფრასტრუქტურა მკუთხით თუმცა ხო ხვდები რის თქმა უნდა ბევრი პატარ-პატარა პრობლემაა საქართველოში რაც ფეხბურთელებს აწუხებთ აი თუ შეგიძლია კეთო აი ეს შედარება რომ აი იქ რა არის ისეთი რაც საქართველოში არ არის. აი მაინც ფინანსებზე მივდივართ რა. ხო, ნუ ეგეც ფინანსებია. იმიტომ რომ ბიუჯეტი ახლა წარმოიდგინე ისრაელის კლუბებს ბიუჯეტი აქვს 10-15 მილიონი. წელიწადში და საქართველოში არც ვიცი მილიონი 2 მილიონი თუ გვაქვს ბიუჯეტი, ანუ დიდი განსხვავებაა რა. პლუს იმას რომ თამაშებს არჩევენ. ან დეტალურად არჩევენ თამაშებს თამაშის შემდეგ მიდის ანალიზი ვინ სად რა შეცდომებს უშვებს აბსოლუტურად ყველაფერი ირჩევა პლუს გულშემატკივრები დადიან 20-30000 გულშემატკივარი დადის თავის ქალაქის აგულშემატკივროდ შაბათი კვირა იქ არის დღესასწაული ერთსული აქვს რომ აი როგორ მივიდნენ მაგამდე თუ ეგრე იყო და შეინარჩუნეს უბრალოდ როგორ ჩვენთან ადრე. ეს სხვადასხვა აი ძველებსაც რო გადავხედე, სანამ მე გამომიჩნდებოდა ისრაელის ვარიანტი, შევედი, რა თქმა უნდა, ინტერნეტში მოვიძიე ყველაფერი და მაგრამ ძველადაც ესე რომ ვთქვათ, ქონდათ ეს იქიდან გამომდინარე, რომ მაინც ახლა გინდა არ გინდა ისეთი ჩემპიონატი სანახაობრივი ჩემპიონატია. აქედან გამომდინარე გულშემატკივრი დადის, ხვდებიან ჯგუფურ ეტაპებზე, ასე ევროპა ლიგის, კონფერენციის ლიგის 2 თუ 3 წლის უკან მაკაბი ხაიფა ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე. მოუგო იუვენტუს სახში 3-1. PSG-ს ჯგუფშიც იყო იუვენტუსი PSG, მაკაბი ხაიფა და ბენფიკა იყვნენ ჯგუფში. ბენფიკასაც მოუგეს სახში, ანუ წარმოიდგინე ხარ ამ ხელა სხვაობა არის, ძალიან დიდი სხვაობაა ხარ რო შევადაროთ საქართველოს ჩემპიონატსა და ისრაელის ჩემპიონატს შორის. აი გულშემატკივრის ნაწილზე კითხავ უფრო კონკრეტულად აი საქართველოში უჭირს გულშემატკივარს ასე რომ ვთქვათ, მესმის ოღონდ ამას ყოველთვის ვამბობ რომ ასე რომ ვთქვათ ამდენი იმედგაცრუების რაღაცა ხარისხზეც არის თამაშის ტემპზეც ხშირად კრიტიკა და მესმის აბსოლუტურად ყველა ამ ადამიანის მაგრამ აი მაინც რატომ არის საჭირო გულშემატკივარი ფეხბურთელის გადმოსახედიდან მინდა რომ ასე ვთქვათ მიპასუხო იმიტომ რომ მე ესე მგონია რომ ხშირ შემთხვევაში შესაძლოა ფეხბურთელისთვის კი რა თქმა უნდა ფინანსებიც მნიშვნელოვანია მაგრამ შეიძლება არ გქონდეს კარგი რაღაც მაღალი ანაზღაურება და ისეთი რასაც დაუშვათ ყველა ფეხბურთელი ოცნებობს თუმცა გადიოდე ინდორზე სათამაშოდ და გქონდეს ისეთი მხარდაჭერა რომ აი პრიორიტეტად აყენებდე გულშემატკივარს და შესაბამისად ხარისხიც გონია რომ მაღალი გულშემატკივრობის ფონზე რაღაცეები ბევრი შეცდომა ავტომატურად რაღაცნაირად გამოსწორდება არის თუ არა ესე კი რა თქმა უნდა მე მომიწია მაგალითად ბევრ სავსე მოედნებზე თამაში და ფეხბურთელისთვის ეგ არის ყველაფერია მოტივაციას გაძლევს გულშემატკივარი აი ესე რომ ვთქვათ მაქსიმალურად ინდომებ მაქსიმალურად იხარჯები მოედანზე როცა გულშემატკივარი არის მოედანი არის სავსე ფეხბურთელისთვის პირველი არის ჩემი აზრით მოედანზე რო გადიხარ სავსე ტრიბუნების წინ თამაში აი უფრო ენერგიაზე მოყავხარ უფრო მეტად იხარჯები უფრო მეტად კონცენტრირებული ხარ თამაშზე და ნუ ბევრი ის არის აუცილებელია გულშემატკივრობა
და სავსე მოედანი ფეხბურთელისთვის. ეხლა უცბად კრიტიკულად განწყობილი გულშემატკივარი აქ რომ იყოს, კომენტარებში შეიძლება თქვას და რასაც ხშირად ამბობენ, რომ აი ვიყავი რამდენჯერმე ან უყურე ესე ვთქვათ YouTube-ზე პირდაპირ ეთერს და ტემპი არის დაბალი, ფეხბურთელები არ დარბიან და რისთვის უნდა მოვიდე, ხშირად ისმის ეს შეკითხვა. ამას უპასუხებ ეგრე ამ აი ტემპთან დაკავშირებით აი ისრაელში, მოდი ისრაელიდან ავიღოთ. ისრაელში რო თამაშობდი, მოკლედ შემოვიდნენ, ჩამოვიდნენ მსაჯები ფედერაციიდან, გაფრთხილებული იყვნენ. მოვიდნენ და გვითხრეს ეგეთ რაღაცა, რომ ტემპთან დაკავშირებით ფედერაციის ესე რომ ვთქვათ, ვალდებულება არის და დაავალდებულის მსაჯები, რომ ისულიყან ყველა კლუბისთვის და გაეფრთხილებინათ, რომ ტემპი, აი პატარა მიკარებები, ჯარიმები, აი რაღაცეებს, ესეთ რაღაცებზე თამაშები არ გაჩერდებაო. აქედან გამომდინარე, შესაბამისად, თამაშზე პატარა მიკრო ჯარიმები რო არ ჩერდება, უკვე შესაბამისად ტემპიც მაღალია. და აი ჩვენ ჩემპიონატში რა არ მომწონს, ის არ მომწონს, რომ აი ყველა მიკარებაზე ჯარიმები იდება, შესაბამისად უკვე ტემპიც ვარდება. ტემპი რო ვარდება, მე უკვე ევროთასებზე რო ხვდებით, იქ უკვე სხვანაირი სიტუაციაა, მიდიხარ აწყდები პრობლემას, იქ არ გიდებენ ჯარიმას და უკვე სხვა სიტუაციაში ხვდებით. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია მსაჯების როლი ჩემპიონატში. არიან, რა თქმა უნდა, ყველაზე არ მაქვს საუბარი, არიან კარგი მსაჯებიც საქართველოში, მაგრამ უფრო აი ჩემი გადმოსახედიდან ის იქნებოდა კარგი, რომ უფრო აცადონ ფეხბურთელებს ბრძოლა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, რომ ყოველ მიკარებაზე, ყოველ დაჯახებაზე ჯარიმა რო არ დაიდება, იქ ტემპიც აიწევა. ბევრი დაგითანხმება მაგაზრში, იმიტომ რომ ერთ-ერთ მიზეზად ეგ სახელდება შესაბამისად ლოგიკურიც არის, არ მახსოვს, აი ხა ბოლო თუ იმის წინა ტურში რომელიც თამაში იყო 40 ჯერ შეჩერდა თამაში. თითო შეჩერება ხო რაღაცა ის საშუალოდ 30 წამი მაინც ხო გრძელდება. გამოდის რომ რაღაცა ამდენი 90-დან 60 წუთი შეიძლება ითამაშოს ფეხბურთელმა და აი საინტერესო რამ თქვი, ანუ შეუძლია ესე თეორიულად არსებობს ეგეთი პრაქტიკა, ანუ რომ ფედერაცია მოთხოვოს მსაჯებს რომ კი, არის ეგეთ რაღაცა, მაგალითად ისრაელში ქონდათ ეგეთი ესე გააკეთეს სხვათა შორის და ძალიან კარგია, მე ვეთანხმები ამას, რომ აი ფეხბურთელ საერთოდ ზოგადად არ უნდა ჩერდებოდეს. ხა წეღან შენს თქვი, მეც ვადევნებ თვალს საქართველოს ჩემპიონატს და მეც ვაწყდები ამ პრობლემას, რომ ძალიან ხშირად ჩერდება ჩვენს ჩემპიონატში თამაში. აი ეს რომ გამოსწორდეს, უფრო უკეთესი ჩემპიონატი იქნება, დარწმუნებული ვარ მაგაში, იმიტომ რომ კარგი ფეხბურთელები გვყავს ჩვენ ჩემპიონატში. კარგი გუნდების არიან. უბრალოდ აი ეს პატარ-პატარა პრობლემები რო არის, მაინც გინდა არ გინდა დაღს ასვამს ჩვენს ჩემპიონატს. და ეს რო გამოსწორდეს, უკეთესი შედეგი იქნება, მე დარწმუნებული ვარ მაგაში. და შესაბამისად ალბათ შედეგიც როდესაც ისრაელში ეს მოითხოვეს, მალევე იყო, ხო? აი ხა მე გეტყვით ერთ იმას, რომ აი დინამოდან რო წავედი ყაზახეთში. ირტიშ პავლოდარი იყო ესეთი გუნდი, სხვათა შორის 5 ჯერ არის ქვეყნის ჩემპიონი, კარგი ტრადიციული კლუბი იყო და ამ კლუბიდან შემოთავაზება რო ვნახე, ისტორია რო ვნახე, მაგიტომ დავთანხმდი წასვლას მანდ. მანდ წავედი 2020 წელი იყო, მე ხო 2020 წელი იყო. წავედი და სადღაც ჩემპიონატი დაიწყო, სადღაც 2 ტური თუ 3 ტური არ მახსოვს და დაიწყო კორონა. გაჩერდა ჩემპიონატი ჩვენთან გერა მთელ სოფლიოში გაჩერდა ყველაფერი და ამ კლუბმა ზოგადად გამოაცხადა ბანკროტი. აქედან გამომდინარე ჩავრჩი მე იქ სადღაც 6 თვე ვიყავი ყაზახეთში, იმიტომ რომ გადადაკეტილი იყო ყველაფერი. აბსოლუტურად ვერც მოვახერხე ქვეყნიდან გასვლა.
ამის შემდეგ იყო იმ ზაფხულს, ანუ მივედი მე იანვარში. მარტში გაჩერდა ჩემპიონატი და ივნისამდე იქ ვიყავი. ამის შემდეგ ზაფხულში გამომიჩნდა ჰაპოელ თელ-ავივიდან ოფერი. ჰაპოელ თელ-ავივის იგივე ძალიან დიდი კლუბია. ჩემპიონთა ლიგაზე აქვს თამაშები და ძალიან ესე რომ ვთქვათ ქვეყანაში 13 ჯერ არის გამხდარი ჩემპიონი და ძალიან დიდი კლუბიდან ოფერი რომ მომივიდა ძალიან ესე რომ ვთქვათ ძალიან სასიხარულო იყო ჩემთვის ახლა. ავდექი და ჩავედი ისრაელში. რო ჩავედი ისრაელში, აი ზუსტად მაგ ტემპთან სხვაობაზე მინდა ეს ისტორია მოვაყოლო და რო ჩავედი ახლა ისრაელში, პირველი ერთი თვე საერთოდ სატრენაჟერო დარბაზიდან არც გამომიყვანეს რო ჩავედი ახლა მაინც წასული ვიყავი ახლა ყაზახეთიდან რა დავყავი იქ საერთოდ ორი თვე მაქსიმუმ. მაინც გინდა არიან დინამოდან წამოსული ვიყავი საქართველოს ჩემპიონატი. და აქედან გამომდინარე ერთი თვე სატრენაჟერო დარბაზიდან არ გამომიყვანეს იქიდან რო ჩავედი, ახლა ცოტა ისეთი გამხდარი ეს ანუ სხვა ჩემპიონატია, სხვა კლიმატია, უფრო ზალისმიერი, ტემპიანი და აქედან გამომდინარე და მოკლედ ეს ერთი თვე სულ შემაგდეს იმ ტრენაჟორებში, მავარჯიშებდნენ რაღაცა და მომიყვანეს ჯანზე. როგორც კი მომიყვანეს ჯანზე, მე გადამიყვანეს უკვე თამაშზე. აი თამაშზე რო შევედი პირველი თამაში ქონდა დერბი მაკაბი თელ-ავივთან. აი და მაკაბი თელ-ავივი და აპოლო თელ-ავივი რო თამაშობენ, აი ინგრევა იქაურობა. აი 3 დღით ადრე ჩერდება ქალაქი, ყვითელი მხარე აქით არის, წითელი მხარე აქით არის. და მოკლედ იქ შეჯახებები ძალიან დიდი აურზაურია ამ თამაშთან დაკავშირებით და მოკლედ შემიყვანა თავმოწმულმა თამაში და რო შევედი ესეთი ტემპიანი თამაში იყო რა. საერთოდ ბურთი არ ჩერდებოდა. მე ეგეთი არ მინახე არაფერი. რო შევედი იმას ნატრობდი მეთქი აუჩი გადავარდეს თქო ბურთი თქო. რო ცოტა ამოვისუნთქო თქო რა. ანუ ისეთი ტემპიანი თამაში იყო. იქიდან გამომდინარე რომ რასაც ვიზახით რა. ანუ საჯებს აქვს დავაგებული, პატარა მიკარებებზე არ იყო ჯარიმები და ჩვეულებრივად მიდიოდა თამაში ძალიან ტემპიანი, შეტევა იქით, აქით და ესეთი გახსნელი ფეხბურთი ძალიან ესე რომ ვთქვათ, თავიდან რო შევედი, გამიჭირდა და მე უკვე ნელა აუღე და შევეჩვი იქაურ ტემპსაც და ესე რომ ვთქვათ, გოლებიც გავიტანე, თვითონ აუღე მალევე სწრაფად ჩემპიონატს და ესე რომ ვთქვათ, ჩემი სახელი ისრაელშიც დავტოვე. აი მაგ დროს არ არის ხოლმე რთული, აი ის ისტორია რაც რომ მოყვე, მე საქართველოში რო დაბრუნდი, აი მაგ ტემპიდან ხო, აი ხო. მე იქიდან გადმოსვლა, კი რა თქმა უნდა, ძალიან აქ ცოტა სხვა ტემპი არის, იქ ცოტა სხვა ტემპი არის და აქ რა თქმა უნდა, აი ამ პრობლემას ვაწყდები და მეც რო ჩამოვედი, წავაწყდი ამ პრობლემას. ხო და ძალიან ვისურვებდი იმას, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრობოდეს და ესე რომ ვთქვათ, უფრო ტემპიანი ჩემპიონატი იქნებოდეს. არა და მართლა ფეხბურთელების კვალიფიკაცია მართლა არის ჩვენში საქართველოში, არიან კარგი ფეხბურთელები, კარგი თაობაც მოდის და აი უბრალოდ ეს დეტალები რო გამოსწორდეს, უკეთესი ჩემპიონატი იქნება აშკარად და რა თქმა უნდა ევროსარბიელზეც აი ეს პატარ-პატარა ცვლილებები დაღზა ასვამს ევროტურნირებზეც. აი გარდა ამ ასე ვთქვათ საკითხების ახლა რაშიც გეთანხმები და ყველა დაგეთანხმება ტემპი, ფინანსები, კიდე ის რა მიმართულებით ისურვებდი ასე ვთქვათ, გაუმჯობესებას და რა მიმართულებით არის უფრო მეტად სამუშაო რა შეგიძლია თქვა, იმიტომ რომ ფეხბურთი ხო ბევრი რაღაცა დეტალისგან შედგება, მithumetes რაღაცა ფეხბურთელისთვის, ხო? აი კიდე რა არის ზე უნდა გამახვილდეს ყველაზე მეტად შენი აზრით ყურადღება არის რამე ისეთი. თუნდაც აი ისრაელის მაგალითს. კი, რა თქმა უნდა, ახლა პირველ რიგში მეწყანას აღვნიშნე, რომ აი გაშუქების მხრივ ძალიან კარგი რაღაც გააკეთა ფედერაციამ და კარგი რაღაცას აკეთებს. მე მგონი ახლა დაწყებული აქვს აი თამაშების
ინტერვიუების ჩამორთმევა რაღაც, აი, უფრო ცოტა სიღრმისეულად რა ჩავიდეს ეს სიტუაცია, ძალიან კარგი იქნება, ჩემპიონატსაც ძალიან გამოადგება. აი, რას თუმცა ტელევიზიას ისურვებდა ყველა. უნდა. ტელევიზია ხა მაგალითად ხა გამახსენდა, მინდოდა ამაზე საუბარი, ტელევიზია დაინტერესებული კი არა უკვე ყველა თამაშს აშუქებს ისრაელში. აბსოლუტურად უმაღლესი ლიგა, პირველი ლიგა, ყველა აბსოლუტურად ტელევიზიები აშუქებს თამაშებს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტელევიზიებს. ტელევიზიები თუ არ ჩაერთოთ, კლუბში რა თანხა შემოდის, ტელევიზიებიდან შემოდის ნახევარი. მე გაყიდული ბილეთებიდანაც შემოდის და მე უკვე ცალკე ტრანსფერებიდან, ნუ ესე რა ვთქვათ, რო გავყვეთ. მაგრამ აქაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტელევიზიას რა. ძალიან კარგი იქნება, რომ საქართველოშიც წამოვიდეს ეგრე და ტელევიზიები დაინტერესდეს ჩვენ ჩემპიონატით. გაშუქები ძალიან კარგი იქნება რა და აღარ არის ეგ რასაც უყურებ არ შუქდება. ადრე იყო ჩემ დროს ტურის ცენტრალური თამაშები გადმოიცემოდა ხოლმე პირველი არხიდან. მახსოვს და ეხლა უკვე აღარ არის ეგეც. ხო და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ ტელევიზიების დაბრუნება ჩვენ ჩემპიონატში, ასევე კერძო სექტორები რამდენია ბიზნესი რო შემოვიდეს ჩვენ ჩემპიონატში, ბევრად უკეთესი სიტუაცია შევიქნები და უკეთესი ჩემპიონატი იქნება, ხალხიც დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს სფეროები რო ჩაერთვება, ჩემპიონატის ზონაც აიწევს და ხალხი ზაბრუნდება მოედანზე. აქედან გამომდინარე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და რა თქმა უნდა ამ გაშუქებას კიდევ დაუბრუნდები, რომ გაშუქება იმას, რომ ცოტა სიღრმისეულად რო იყოს, აი მაგალითად ანალიზი რო გაკეთდეს, ან ტელევიზია რო შედგეს ისეთი, რომ აი იმ ჩემპიონატს დაეთმოს საქართველოს ჩემპიონატს. მე ასე ვთქვათ შაბათ-კვირას ერთი დღე ან ორი დღე და აი ამ დღეებში რომ იყოს თამაშების განხილვა, რა როგორ და ასე შემდეგ. ერთი კითხვა მაქვს კიდევ ასეთი, ყოველთვის ცდილობ ხოლმე ფეხბურთელებთან, უფრო მეტად რა თქმა უნდა და გულშემატკივარსაც რაღაცა ვფიქრობ, რომ უფრო მეტად აინტერესებს ცოტა შიდა და ყოველდღიური ასე ვთქვათ ამბები საქართველოს ჩემპიონატში ფეხბურთელების. ზოგადად უჭირთ ხოლმე რაც გასაგებია, ბევრ საკითხზე ვერ საუბრობენ. თუმცა რადგან ახლა შენ არც ერთ კლუბთან არ გაკავშირებს ესე რომ ვთქვათ კონტრაქტი და უფრო თავისუფალი ხარ ამ კუთხით, თუ შეგიძლია თუნდაც შენს მაგალითზე წარსულიდან გამომდინარე ან თუნდაც დღეს თუ დარწმუნებულად ბევრი ასე ვთქვათ მეგობარი ყავს საქართველოს ჩემპიონატში სხვადასხვა კლუბში თამაშობს, აი რამე ისეთი ქსმენია, რომელიც აი ესეთია რა არარეალური არ უნდა ხდებოდეს ფეხბურთში დღევანდელ ზოგადად თანამედროვე ფეხბურთში მსგავსი ქმედებები. აი აღონ ვამბობ ყოველდღიური ცხოვრებიდან, იმიტომ რომ მსმენია ესე რა თქმა უნდა დაზუსტებით ვერცეთ კლუბზე და მეც ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ პირველ წყაროდან ესე რომ ვთქვათ ნაკლებად ისმის ხოლმე ესეთი რაღაცები, მაგრამ აი მაგალითად რაღაცა ზოგს მაისურის პრობლემა აქვს, ზოგს საუზმის პრობლემა აქვს, ზოგს რაღაცა აი ყინულის პრობლემა, აი ხო ხდება, ანუ ესეთ რაღაც ელემენტარული რაღაცები, რაც ფეხბურთელისთვის არ უნდა იყოს ოდნავად საფიქრებელი, მაგრამ ხშირად ხდება ხოლმე ეგეთ შემთხვევები. აი შენ თუ შეგიძლია რამე მსგავსი ისეთი ცოტა განსხვავებული და შიდა სამზარეულოდან გითხრა. აი ახლა მე სადაც ყოფილ კლუბებში მაისურის პრობლემები არ იყო ხან აღდათ. მაისურის პრობლემების არ იყო არც. მაისურის პრობლემაში რას გულისხმობ, რომ ანუ ძირითადად არის ერთი ან მაქსიმუმ ორი მაისური და აუშვათ გულშემატკივარსაც რომ ვითხოვთ სტადიონზე. აი როგორც ხდება ხოლმე, ხო? აი მისცე ბავშვად მოვიდა ბავშვი და გთხოვა რომ აი მაისური მომეცი. ბევრ კლუბს არ აქვს ამის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ხა ბევრ კლუბს არ აქვს. აი მაგალითად მე რო დინამოში ტორპედოში ვთამაშობდი, მე ჩვეულებრივად ვაძლევდი ფორმებს. მაგრამ აი ბევრ კლუბს არ აქვს ეს ფუფუნება, რომ ეხა მაგალითად 5 და 6 ფორმა კონდეთ და ასე რომ ვთქვათ ფეხბურთელმა არ იგოს ეს ფორმები. ბევრ კლუბს არ აქვს ეგ და ეხა რაც მე მითამაშია კლუბებში, ეხა ფორმებზე პრობლემა არ იყო, არც ყინულები, ჩვეულებრივად იქ რაც არის ფეხბურთელისთვის საჭირო, ეგ იყო. იყო ყველგან ეგ. უბრალოდ ერთს წავატყდი
არშან წინ მე მგონი სამტრედიაში როცა თამაშობდი ძალიან ცუდ მინდორზე მოგვიწია თამაში არ ვიცი გახსოვს თუ არა სახში ქონდა თამაში ბოლნისთან და ისეთი პირობები იყო მინდორზე ის აშინელება იყო აი მართლა იქ თამაში ფეხბურთის თამაში ესე რომ ვთქვათ ფეხბურთელისთვის არ იყო სახარბიელო და აი ესე თამაშებზე თამაში მოგვიწია რა ჩატარდა ის თამაში და ვითამაშეთ აი ესეთ რაღაცეები პატარა დეტალურად რაღაცეები რო არის აი არ უნდა ტარდებოდეს მაგალითად ესეთ ცუდ მოედანზე წინა სეზონში თელავის სტადიონზეც კი მაქვს ეგ ვიდეოც ნანახი თელავშიც იგივე ანალოგიური იყო ანუ არ უნდა ტარდებოდეს ესეთ მინდურებზე მით უმეტეს რთული მე და როგორ ის რო არის ამინდი ესეთ სიტუაციაში არ უნდა ტარდებოდეს თამაში და ჩვენთანაც ჩატარდა და თელავში რაც ნახე მანდაც იყო თამაში და აი ეგეთი რაღაცეები და არის რაღაც პატარ პრობლემები და იმედია ეს პრობლემები სამომავლოდ გამოსწორდება. აი ერთ ამ ფორმითაც კითხავ და ამ თემაზე ასე თქვა დავასრულებ. აი დღეს თუნდაც იმ პერიოდში, როდესაც ისრაელში იყავი, ანუ დაბრუნდი საქართველოში და ესაუბრები მეგობარ ფეხბურთელებს, რომლებიც თამაშობენ საქართველოს ჩემპიონატში, აი ყველაზე მეტად რა ხდება ყურში, ანუ რა აწუხებთ მათ, შეგიძლია რამე ესეთი კონკრეტული გამოყო? აი მაინც ისევ ჩემი გადმოსახედიდან ვიზახი, მე როცა ვთამაშობდი, აი ტორპედოში გქონდა, ესე ვთქვათ, სადილი, საუზმეც იყო, სადილიც იყო, ასევე დინამო თბილისში იყო, ეს აღრია ამ ორივე კლუბში, სხვა კლუბებში ეგ არ იყო. და მე მიმაჩნია, რომ ფეხბურთელი როცა მოდის ან ვარჯიშის შემდეგ უნდა იკვებოს, ან ვარჯიშამდე. ეგ ძალიან კარგი იქნება სხვათა შორის კლუბებმა რომ დაალაგონ ეს ისრაელშიც იყო გაიგნა მეკითხა ისრაელში როგორ მდგომარეობა მაქვს კი მაგ ხრივ ძალიან ესე რომ ვთქვათ ბაზაზე რომ მივდიოდი შეგეძლო იქ დილას გესაუზმა ვარჯიშის შემდეგ გეჭამა და წასულიყავი სახში და სახშიც გატანდნენ საკვებს ხო და აქედან გამომდინარე ეგ საქართველოში რამოდენიმე კლუბის გარდა არ არის ხო და ეგ კარგი იქნება რომ სხვა კლუბებმაც აი რამდენად მნიშვნელოვანია ეს ნაწილი ფეხბურთელისთვის რატომ ვკითხულობ არ მახსოვს ზუსტად ერთ-ერთ აქ პოდკასტში იყო მაგას საუბარი და მე კომენტარი შემხვდა ასეთი რომ სახში წამოს და ისე წამოვიდეს ეხლა შეიძლება იგივე დაწეროს იმ ადამიანმა და ამიტომ რომ აუხსნათ რა მნიშვნელობა აქვს ფეხბურთელისთვის აი კლუბის მხრიდან ან საუზმე იქნება სადილით თუ კვება თუ ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელი მოგეხსენებათ რომ ფეხბურთელის ცხოვრება საერთო სპორტული ცხოვრებაა ფეხბურთელი ვერ შეჭამს ყველანაირ საჭმელს. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელობა აქვს იმას რომ სპორტული კვება, აი იმ სპორტული კვებას აკეთებს კლუბი, აორგანიზებს და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხბურთელისთვის კვებას. ძალიან კვებასთან ერთად ვიტამინებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, საკვებ დანამატებს, რაც შეეხება, ეგენის კარგია. და მე ვისურვებდი, აი ყოველ შემთხვევაში მე ვისურვებდი, რომ საქართველოს ჩემპიონატში ესე ვთქვათ, ყველა კლუბს კონდეს ეს გამართულად. ძალიან კარგი. ჩვენ გვაქვს ხარ რადგან ვახსენეთ კომენტარები და გულშემატკივარი ასეთ რუბრიკა ვეკითხები ხოლმე ჩემს გამომწერებს თავაზობ დაუსვან შეკითხვა ჩემს სტუმარს უბრალოდ არიციან კონკრეტულად სახელი და გვარი წინასწარ ვინ იქნება და რა იქნება ამ შემთხვევაში კითხვა იყო ესეთი რომ ფეხბურთელს რომელსაც თქვათ გამოცდილება აქვს საქართველოს ჩემპიონატში თამაშის ასკითხავდით თქო და ხა რამდენიმე მათგანს წავიკითხავ მაგალითად ისეთი ოთარ ბრეგვაძე გვეკითხება რატომ ხდება რომ ეროვნულ ლიგაში ბევრ ფეხბურთელს 90 წუთი მაღალ ტემპში თამაში უჭირს და ევროტურნირებზე ფარერების გუნდებთან ფიზიკურ სხვაობას ვხედავთ თუ პროფესიონალი ფეხბურთელები არიან და ესენი ეს მათი მთავარი საქმეა რატომ არ კეთდება ყველაფერი იმისთვის რომ საუკეთესო ფორმაში იყვნენ თუ თან ხვდებით რომ ჩემპიონატში უფრო მაღალი ტემპია საჭირო რატომ არ იცვლება მსაჯობა რომ ყველა პატარა კონტაქტის დაფიქსირება რასაც ჩვენ ვისაუბრეთ თამაშის რისკს კლავს რატომ არ ხდება მსაჯების შეცვლა და გადამზადება ხო
საჯებზე ჩვენ ახლა ჩვენ ვილაპარაკეთ, მაგ აი უბრალოდ და რამდენიმე კითხვა არის ხა თვალში რაც მომხვდა ფიზიკურ ასე ვთქვათ ფეხბურთელის ფიზიკურ მდგომარეობაზე, რომ ანუ ვერძლებენ ასე ვთქვათ 90 წუთი მაღალ ტემპში თამაშს და ამ კუთხით ხო, აი წეგან ვილაპარაკეთ ჩვენ მე რო ჩავედი ისრაელში ერთი თვე არ გამოსულა, ანუ ფიზიკური მოედანზეც იყო ფიზიკური და ასევე მოედნის გარეთაც. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურობას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და საქართველოში ახლა მე რასაც უყურებ უკვე წამოვიდა მაგ მხრივ არიან კარგი სპეციალისტები სხვათა შორის არიან რამოდენიმე კარგი სპეციალისტი ასევე უმაღლეს ლიგაში წყავს, დინამოსაც წყავს. აი ეხლა კიდე ახლა წეგან ვათვალიერებდი და ფედერაციის გვერდმა დადო, აი ამ განხრივ აქვთ სემინარები, ჩამოყვანილი აქვთ უეფიდან და ანუ ისეთ დონეზე მიყავთ უკვე ეს თემა, რომ 2-3 წელიწადში აუცილებლად დაეტყობა ჩვენ ჩემპიონატს და ფიზიკურობა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან დიდი. მოედანზე რო გადიხარ და სიტყვაზე 80-60 წუთს შემდეგ უკვე ფეხბურთის გადაადგილება უჭირს უკვე ფიზიკურობაზე მიანიშნებს და აქედან გამომდინარე, აი ეს ძვრები დაწყებულია საქართველოს ჩემპიონატში, მე რასაც უყურებ ახლა და ეს აუცილებლად მოიტანს შედეგს მომავალში. აი ერთია რომ ასე ვთქვათ შესაბამისი სპეციალისტები რა თქმა უნდა საჭიროა, მაგრამ აი შენი გადმოსახედიდან ან შენს პრაქტიკაშიც აი თუნდაც რა მაგალითიც მოყევ ხო ერთი თვე ასე ვთქვათ სულ რაღაცა დარბაზში აი საქართველოში როგორ ხედავ თუნდაც ნაცნობი იყოს თუ ახლობელი აი უთმობენ თვითონ ფეხბურთელები შეიძლება არ ყავდეს სპეციალისტი მაგრამ ინდივიდუალურად თვითონ ცდილობდეს ფეხბურთელი ასე ვთქვათ აი ფიზიკურად რომ აი თავის თვითნებურად წავიდეს დარბაზში და თვითონ რა თქმა უნდა აი მაგალითად პროფესიონალი ფეხბურთელიც ახარ აი მაგალითად ჩემს თავზეც ვიტყვი რომ პლუს როცა გუნდის ვარჯიში აი სადაც მაქსიმუმი აი 2 საათი 2 საათი ნახევარი ვარჯიში აი ვარჯიშის შემდეგ როცა მოდიხარ უკვე იკვებები ისვენებ და უკვე მეორე ვარჯიშზე მიდიხარ მე ესე ვარ ზოგადად პროფესიონალი ფეხბურთელი ეგრე უნდა იყოს და არიან სხვათა შორის საქართველოს ჩემპიონატში თამაში ფეხბურთელები რომელიც ესე რომ ვთქვათ ვარჯიშობენ დამატებითაც და ეგ ძალიან კარგია სხვათა შორის ადრე არ იყო ეგრე მე რო თამაშობდი ესეთი მეორე ვარჯიში აი რო წასულიყავი ჯიმში გევარჯიშე ან თუნდაც შენ თავზე გემუშავა ადრე არ იყო ეგრე და უკვე წელს რასაც ვხედავ საქართველოს ჩემპიონატში არიან ფეხბურთელები რომელიც ასევე ტრენაჟერებში მიდიან ასევე ბურთთან ერთად ვარჯიშობენ და ხვეწავენ თავიანთ არსებას. სხვათა შორის ახ არ წერია მაგრამ ახ გამახსენდა ისიც უთქვამთ რომ აი საჯებზე ხა ჩვენ რაც ვთქვით რომ ერთ-ერთი კომენტარი იყო სხვათა შორის და ხშირად ვკითხულობ ხოლმე კომენტარებს და ამავდროულად რუბრიკაც მოგომაგები ქვია სადაც ასე ვთქვათ დავდივარ საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე და გულშემატკივრებს ვეკითხები აწუხებ და ზოგი ხო ხტები არ უნდა კამერის წინ გამოჩენა და ისე ასე ვთქვათ მესაუბრება და თავის რაღაცა გულის ტკივილს მიზიარებს და საჯებზეც არის ხოლმე ლაპარაკი იმასაც ამბობენ რომ აი სულ რომ მისცეს საჯმა თავისუფლება შეიძლება ფიზიკურად ვერ გაკაჩონ ფეხბურთელებმა არ იყოთ მაგით ესე ვთქვათ ენერგია რომ აი სრული დატვირთვით და მაღალ ტემპში ითამაშონ სულ არ შეუშალოს ხელი არავინო და ძალიან ბევრი ამბობს ამას და შესაბამისად ამ კუთხითაც ფეხბურთელებსაც კლუბებსაც ყველას ალბათ ასე ვთქვათ სამუშაო აქვს რომან ბეჟანიძე ვიკითხება ესეთი შემდეგი კითხვა თქვენი აზრით ხელფასია მნიშვნელოვანი თუ საკლუბო რეიტინგი იმისთვის რომ უფრო ხარისხიანი ლეგიონერები ჩამოვიყვანოთ ორივე ჯაჭვია ეგ აი ხელფასი ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელისთვის და საკლუბო რეიტინგის ხა წარმოიდგინე შენ რო გჭირდება კარგი ლეგიონერი ჩამოყვანა კითხვა ეგ ხოა ხო კარგი ლეგიონერი ჩამოყვანა რა თქმა უნდა პირველი ლეგიონერი უყურებს იმას რომ ფინანსები სად მიდის რა ქვეყანაა სად არის ეს ქვეყანა ზოგადად საკლუბო დონეზე სად იმყოფება ნუ ჯაჭვურია რა თქმა უნდა ორივე აქვე კითხავ რადგან ლეგიონერები ახსენეთ კი შენც თქვი დასაწყისში რომ ისრაელში ჩამოყავთ და ასე ვთქვათ
მათთან ერთად რაღაცა ახალს სწავლობენ და ასე შემდეგ. საქართველოში ძალიან ხშირად არის გულშემატკივრის მხრიდან კრიტიკა ლეგიონერებზე, რომ აი რატო ჩამოყავთ, არ გვინდა მხოლოდ ქართველები და ასე შემდეგ. ამაზე რა შეგიძლია რომ თქვა თვითონ ფეხბურთელებისგან მე რაც ვიცი პირიქით რაც ჩვენ თქვი იგივეა რომ რა თქმა უნდა კარგი ლეგიონერი უნდა ჩამოვიდეს რომ ვისგან რაღაც ახალი ისწავლოს ხო რა თქმა უნდა ნახე ლეგიონერებზე როდესაც ვიძახით ანუ ლეგიონერი როცა ჩამოდის ადგილზე შიდა ჩემპიონატში მაშინ განსხვავება ხო უნდა შექმნას ლეგიონერმა განსხვავება თუ არ შეიქმნა ლეგიონერმა და ადგილობრივს სამი თავით არაჯობა რა დგინდა ესეთი ლეგიონერი კლუბში ხო სხვათა შორის ამ მხრივ ანუ არ არის კარგი სიტუაცია. მე ვისურვებდი იმას, რომ კარგი ლეგიონერი ჩამოვიდეს ჩვენ ჩემპიონატში, ის განსხვავება შექმნას ლეგიონერმა, რაც თვითონ ლეგიონერს ქვია. ეხლა მე მაგალითად რო ჩავდიოდი, განსხვავებას ქმნიდი. განსხვავებას შექმნაში რას გულისხმობ? იმას გულისხმობ, რომ სიტყვაზე თუ თავდასხმელი ხარ, უნდა შეიაგდო გოლები. თუ სიტყვაზე ნახევარმცველი ხარ, უნდა ასისტები უნდა აკეთო. ანუ ბევრი კომპონენტია რა და იქ თუ შენ ვერ ანახე, მაშინ ლეგიონერი რატო ქვია? იქიდან გამომდინარე, ადგილობრივს სამი თავით უკეთესი თუ არ არის, მე არ მგონია კარგი ესე რომ ვთქვათ, რომ ესეთი ლეგიონერი ჩამოიყვანო, რომ შენს ფეხბურთელს ადგილობრის არ ჯობია. გავუცხოთ მაგასთან დაკავშირებით აი კლუბის ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებსაც ვისაუბრები ამბობენ რომ ძალიან რთულია კარგი ლეგიონერის ჩამოყვანა საქართველოში აი არც ვისაუბრეთ ბევრი ამ მიზეზთა გამო რომ რაღაც რეიტინგი ბევრს რაღაცა პირობები ელემენტარული რაღაცა საცხოვრებელი პირობები რეგიონში მაგალითად უფრო არის ეს პრობლემები ყველაფერს უყურებს ფეხბურთელი ახლა პირველ რიგში მარტო ახლა რა თქმა უნდა ფინანსები რა ქვეყანაში მიდიხარ რა ქალაქში მიდიხარ იმ ქალაქში რა არის ოჯახი თვითონ ხომ მიდის აბსოლუტურად ოჯახის ხომ იყვება რა ფეხბურთელს თოვლი შვილები სკოლა არის ბევრი რაღაცა არის და მithumetes უცხოელისთვის ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ძალიან მნიშვნელოვანია რომ იმ ქალაქს ესე რომ ვთქვათ ყველაფერი კონდეს რა და ბევრი უცხოელი უყურებს ამას სკაუტებზეც არის პრობლემა საქართველოში. ჩვენი დაგვირებით როგორ არის, იმიტომ რომ ამაზეც ხშირად წერენ, რომ ბევრ კლუბს არ ყავს კარგი სკაუტი და შესაბამისად ეს ცუდი ლეგიონერებიც მაგის გამო ან რაღაც ანუ ფინანსები ყველა კითხვაზე რაღაც ფინანსები ურევია, არ გამოდის სხვანაირად. ხო, სხვანაირად ახლა ფინანსი. შეიძლება ფინანსები კონდეს, მაგრამ სკაუტები არ ყავდეს კარგი. კი, არის ეგეთი სიტუაციებიც, რომ დავუშვათ ფინანსურად კლუბი გამართულია, მაგრამ სკაუტების მხრივ ცოტა არ არის მოწოდების სიმაღლეზე სკაუტინგი საქართველოში უფრო აი ეხლა წამოვიდა ახალი თაობა. აი მაგალითს მოვიყვან აი რუსთავის მაგალითს. აი მოვიდა კლუბში ბაჩანა არის ხადაძე და ძალიან ასე რომ ვთქვათ ფეხბურთელი იყო, ყველაფერი იცის შიდა წრიდან რა როგორ. სტუმარიც იყო კარგი. ხო და იქიდან გამომდინარე ახლა მოვიდა დირექტორი არის, სპორტული დირექტორია კლუბის და კარგად წაიყვანა ესე რომ ვთქვათ კლუბი, აღმასრულისკენ წაიყვანა, გადმოიყვანა, საერთოდ არ იყო რუსთავში ფეხბურთი. გადმოიყვანა, დაალაგა ეს სიტუაცია და მე მგონი მეორე თუ მესამე ადგილზე იყოფენ ზემოთ საფეხურზე არიან მოკლედ ძალიან ესე რომ ვთქვათ კარგად მუშაობენ ძალიან მნიშვნელოვანი არის ანუ კარგი სწორი მუშაობა სწორი დაგეგმვა სწორად წაყვანა კი ყველაფერი მენეჯმენტზე მივდივართ რა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მენეჯმენტს დღეს დღევანდელ ფეხბურთში აი მენეჯმენტის კუთხით აი ისრაელში და საქართველოში ანუ ასკულის ოფიცია თუნდაც აი დაგეგმარების ნაწილში რამდენად არის პრობლემა პირობ შეიძლება კარგი მენეჯერი იყოს პირობითად ვამბობ მაგრამ არ ქონდეს ფინანსები არ ყავდეს კარგი ფეხბურთელს ასე უნდა კარგი იყოს ეხლა ხო რა თქმა უნდა მაინც კი ამ კითხვიდან მაინც ფინანსებზე მივიდა აი ფინანსები როცა გაქვს დალაგებული ჩემი აზრით უკეთესად დაგეგმავ, ესე რომ ვთქვათ, უკეთესად გაწერ რა არის კლუბისთვის მნიშვნელოვანი
და რა არისთვის კარგი, რომ ის კლუბი წინ წაიყვანო. ეხლა შენ წარმოიდგინე, თუ ფინანსები აღარ გაქვს, ან როგორ დაგეგმავ ამ ყველაფერს, ხო? შეუძლებელია. ამიტომ გინდა არ გინდა მაინც ფინანსებთან მივდივართ. უკვე მე უკვე აბსოლუტურად ჯაჭვი არის, რაც ზეღან. კი, რა თქმა უნდა, ჯაჭვია. ის რომ აი მაგაზეც ოღონ მithქვამს არაერთხელ რომ მე რო ვიყო კომპანია, თუ არ ვარ პატრიოტი, პირობითად უნდა აი არ გვიждები ქართულ ფეხბურთზე და დავშეთომობ თქვენ წარმოადგენთ რაღაცა გუნდს ნებისმიერს, არ ვიცი, არ გყავს გულშემატკივარი, არ გაქვს ევროტურნირებზე შედეგი, არაფერი რატო უნდა ჩავტო ფულა. მაგაშიც დევს აზრი. როგორც ზეგან შენ აღნიშნე, ხა ბიზნესმენისთვის ახლა რომ იქ არ ხარ, იქაც არ, აქაც არ და როგორ უნდა ჩადოს ხო ეს ფინანსები. მაგას უნდა რომ ფინანსები რო ჩაიდოს, უნდა ამოიტანოს ეს ბიზნესი და კვერცხის და რომელი უნდა იყოს ჯერ ფინანსებით და ევროტურნირებით თუ ჯერ ევროტურნირებით და მერე ფინანსები. ხო, ეგ არის რა. დავიკითხავ კიდე ერთი შეკითხვა დამჭა გულშემატკივრის. ხო, აი ცოტა განსხვავებული შეკითხვა მოდი, რადგან ძირითადად ვისაუბრეთ თემებზე. სავარაუდოდ გიორგი ვიკითხება. ოდესმე ყოფილა ისეთი მომენტი, როცა საინტერესო შემოთავაზება გქონია და უარი გითქვამს და რატო? მქონდა შემოთავაზება, სხვათა შორის რუსეთში მქონდა შემოთავაზება, ოფერი გადმომიგზავნეს. მაგრამ მე უარი ვთქვი მაგ ოფერზე. ანუ ესე ვთქვა დავბლოკე ოფერი და არ წავედი სათამაშოდ რუსეთში. და სადღაც მაგ ოფერის შემდეგ ერთ კვირაში მომივიდა ალაშკერტიდან, სომხეთიდან მეორე ოფერი და იქით წავედი. სხვა რამე იყო ისეთი პირობითად რომ საქართველოში. საქართველოში აი ხა გამინაწყენდებიან ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივრები დღემდე ახსოვთ რომ ქუთაისის ტორპედოში ვთამაშობდი, ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ვიყავი, მოვიგე ყველაფერი ქუთაისის ტორპედოში, მართლა მაგრამ მახსენდება ეგ დრო, ქუთაისში ძალიან ძლიერი გუნდი ყავდა, თავისი მწვრთნელით და ყველაფერი მოვიგეთ აბსოლუტურად, რაც მოსაგებია საქართველოში. პლუს ვითამაშეთ ევროპა ლიგის პლეი-ოფი, იქაც ძალიან ძირედი დავთმეთ ლუდოგორესთან. და სხვათა შორის ყოველთვის კარგად მახსენდება ქუთაისში გატარებული პერიოდი. ამის შემდეგ, როდესაც მე ქუთაისში ვთამაშობდი, ოფერი მომივიდა დინამო თბილისიდან. ახლა წარმოიდგინე, როგორი სიტუაცია აქვს დინამოს და ტორპედოს შორის. ყოველთვის ეგრე იყო და აი ჩემ დროს უფრო ცოტა ისეთი სიტუაცია იყო დაძაბული ქართული, ესე რომ ვთქვათ, კლასიკოს უწოდებენ ამ თამაშს და ის იყო რა ჩემი გადასვლა დინამოში ძალიან უარყოფითად მიიღო ქუთაისის გულშემატკივარმა რა. და დღემდე ახსოვთ ეგ. ხო და უბრალოდ ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ყოველთვის ოცნება მქონდა დინამო თბილისის მაისურით გამოსულიყავი მე თამაშა. და აი წარმოიდგინე როცა თამაშობ ტორპედოში და გაქვს ოფერი დინამოდან. ცოტა ისეთი იყო თან ბავშვობის ოცნება, ეს ყველაფერი დაემთხვა ერთმანეთს და გადავდი ესნაბიჯი, წავედი ჩემი ოცნებისკენ, სხვათა შორის სწორი ნაბიჯი გადავდგი, რო გადავედი, ხა დინამოშიც ყველა მიცის რომ კარგად ჩემი სახელი დავტოვე კლუბში, გავხდი ბომბარდირი, საქართველოს ჩემპიონიც, ბომბარდირობასთან ერთად და დინამო თბილისთან ორჯერ, ხო? ორჯერ გახდი ჩემპიონი. ხო, და აი ესე რომ ვთქვა, ძალიან ნაყოფიერი გადასვლა იყო და სწორი ნაბიჯი გადავდგი. მესმის ქუთაისის გულშემატკივრების წყენა, მით უმეტეს ერთმანეთის მიმართ როგორი დამოკიდებულება არის ტორპედოსა და დინამოს შორის. გასაგებია. აი საბოლოოსკენ წავიდეთ და ევრო ტურნირები ახსენეთ ევროტურნირებზე გასვლა, რომ ამაზეც ვისაუბრეთ და მიზეზებზეც ყველაფერი, მაგრამ აი დღის მდგომარეობით, ეხლა ახლოვდება ევროტურნირები, რა მოცემულობას გვაქვს
ამ 4-ვე კლუბში ესე რომ ვთქვათ. აი შენი პროგნოზი როგორი? ჩემი პროგნოზი რა თქმა უნდა ხა ერთადერთი ადამიანი ვიქნები, არა მარტო ერთადერთი, დავარწმუნებული ვარ იმაში, რომ ყველა გაიხარებს და ყველას მოწყურებულია ასე რომ ვთქვათ, ნებისმიერი რო გავიდეს. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ქართულ ფეხბურთში არის, ყველა მოწყურებულია იმას, რომ ერთი კლუბი მაინც შევიდეს ჯგუფის რომელიმე ჯგუფში. და აქედან გამომდინარე, მე ბედნიერი ვიქნები, რა თქმა უნდა. ძალიან წაადგება ეგ ჩვენს ფეხბურთს. ქართულ ფეხბურთს ძალიან წაადგება. თვითონ წვნელებიც ამბობენ, რომ აი ეხლა ისეთი მდგომარეობა, ანუ ერთმანეთს გულშემატკივრობენ და ეგრეც უნდა იყოს, აბა ერთმანეთს უნდა გულშემატკივროთ. იმიტომ არის კარგი და იმიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ჯგუფურ ეტაპზე შესვლა, ძალიან ბევრ რაღაცას სასიკეთოდ წაწევს ჩვენი ქართული ფეხბურთის ჩვენი ჩემპიონატისთვის. იქ როცა მოხდები ჯგუფში უკვე მაყურებელი დაბრუნდება სტადიონზე, გაიუსება სტადიონი, იქ უკვე კერძო ბიზნესმენებიც დაინტერესდებიან, შემოვლენ, ფინანსურადაც იხეირებს ჩემპიონატი, კლუბები და ბევრი ჯაჭვია რა და მე ვისურვებ, აი მაგალითად ძალიან მინდა რომ ერთ-ერთი მათგანი რომელიმე შევიდეს ჯგუფში და მე შეიკავებ, იმიტომ რომ ხა 4-ვე ჩვენი ქართული კლუბია და მე მინდა 4-ვეს წარმატებები ვუსურვო ევროტურნირებზე. ძალიან კარგი. არ დამავიწყდეს, ასევე გვაქვს გათამაშება ჩვენს გამომწერებს საქართველოს ჩემპიონატიდან. პაუსი ნებისმიერი სირთულის შეკითხვა და პირველი 3 ადამიანი, რომელიც სწორად გასცემს პასუხს, საჩუქრად სიმბოლურად გადაეცემა ბურთი. მარტო საქართველოს ჩემპიონატიდან. კი. კარგით. მაშინ ესეთი შეკითხვა დავსვათ. პირველად ქუთაისის ტორპედოს ისტორიაში სუპერთასის პირველად სუპერთასი როცა გაიმარჯვა ქუთაისის ტორპედო, ვინ იყო მეორე გოლის ავტორი? ძალიან კარგი. მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებ. მეც ასე ვთქვათ, შევერთდები გულშემატკივრის სურვილს და ვისურვებდი, რომ საქართველოს ჩემპიონატში, ასე ვთქვათ, პროაქტიურად გიხილოთ და შენი ცოდნა და გამოცდილება გაუსიარო და ამავდროულად დაეხმარო ქართულ ფეხბურთს და ასევე შესაბამისად იმედი მაქვს, რომ შემდეგ კიდევ უფრო ხშირად მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ ასე შევიკრიბოთ და ვისაუბროთ უფრო კარგ თემებს. რა თქმა უნდა, მადლობა პირველ რიგში იმისათვის, რომ მომიწვიე, მომეცი იმის საშუალება, რომ ესე გახსნილად და ღიად გვესაუბრა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ ფორმატს, რა ფორმატსაც შენაკეთებ. ძალიან კარგი ფორმატია და ვისურვებდი, რაც მეტი იქნებოდა შენაირი ადამიანი, მით წაადგება ჩვენს ჩემპიონატს. მადლობა. მადლობა.